ბათუმის სამშობიარო სახლსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა დოკუმენტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით ვერ სარგებლობენ, საჭირო დახმარებას უფასოდ მიიღებენ. მემორანდუმი მიზნად სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურების მიღება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი პირის ჯანმრთელობის პრობლემა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ვერ თავსდება და თანხა არ გამოიყოფა. სპეციალურად ამ მიმართულებით ბათუმის სამშობიარო ყოველწლიურად 5,000 ლარს გამოყოფს, რომელიც სამედიცინო დაწესებულების პროფილის მიხედვით და სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე პაციენტების უფასოდ მომსახურებას მოხმარდება. Ჩვენმაც მიმართეთ ხოლმე ერთ პაციენტთან დაკავშირებით, რომელსაც არ შეეძლო გადაეხადა თანხა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის ვერ ხვდებოდა სახელმწიფო პროგრამებში. ჩვენ მოკლებული ვიყავით შესაძლებლად დავხმარებოდეთ ადამიანს, მიმართეთ კოლექტივს, კოლექტივმა გამოიჩინა ინიციატივა დაეხმარა ადამიანს, შეერთდა თანხის მომსახურება გაეწია, რა თქმა უნდა, გვერდაჩვენა დიაგნოზს, იმდროის დიაგნოზი ადამიანის უფლებების შენახვა იქნება, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანების შესახებ ინფორმაციას ჩვენ საერთოდ დავთ. სამშობიარო სახლის კოლექტივმა გადაწყვიტა, რომ ჩაგვეტარებინა ქველმოქმედება. ამჟამად მზად ვართ 5,000 ლარის ოდენობის ფარგლებში გაუწიოთ სამედიცინო დახმარება ჩვენ მოსახლეობას და ჯანმრთელობის სამინისტროსთან დავდეთ მემორანდუმი, რათა ერთობრივად დავეხმაროთ მოსახლეობას.